Tell me there's something left for me and you. I don't wanna lose you, so listen to me now. Get up, whoa, whoa, whoa. I won't let us fade away. I don't wanna lose you. Get up, don't you dare. I don't even wanna say goodbye. Oh no, the thought of losing you just breaks my soul. I just wanna hold on to this true love. Hold on with every beat of my heart. I don't wanna lose you. ბავშვებს უსურებ წარმატებას, სიხარულს, თავის რეალიზაცია მოეხდინათ და შეინარჩუნებინათ ის ბავშვობა, ის სიყვარული, ის სიხარული, რაც გულიდან მოდის, ცხოვრების ბოლომდე გამოვიდეს. ჩემი საყვარელი კლასია და ძალიან გულწრფელია. მიყვარხართ ბავშვებო. ჩვენმა კლასმა გადაწყვიტა, რომ ბოლოზარზე რამდენიმე კარგი იდეა გაგვეტანა. არა, სინამდვილეში მე გადავწყვიტე. ზოგს ეზარებოდა, ზოგს სურვილი არ ჰქონდა, ზოგს კი მხოლოდ გამოცდები ადარდებდა. მოკლედ რა, ყველას დააბალე, რომ საკუთარი იდეები მოეტანათ. შემდეგ შევკრიბეთ და ჯობია თქვენთან ნახოთ. ბავშვებო, რა მოიწვეთ? გასაგებია. დავიწყოთ მიგრიგობით. სამერდალიკა, რას აკეთებდით გუში? გუშინ კაცებს განხილავდით, რამდენად ზედმეტი არიან ამ სამყაროზე. ვიჯებდით და წერდით სიას, იმაზე თუ რატომ არიან ზედმეტი და საბოლოო ჯამში იმდენად იდეა მოიტანოთ, რომ დავამარცხოთ. და შეჩვენდა იდეებს ელოდი. ძალიან მაგისტრის. ცოტა ხმამა. კარგი გასაგებია. თქვენ მაინც თუ მოიწვეთ რამე? ცდილობდით რაღაც ცეკვად აგვედგა, მაგრამ შეთიკონ ხა. მე მოძრაობებს ვერ ვიმახსოვრებ. მოდი უბრალოდ სიმაღლის გამო წინარეში დავდგებიო. და მოხდა პატარა კამათი. პატარა? მე კამათი უბრალოდ თქვი რომ პროდუქტის საუკეთესო მხარე უნდა გამოდის, რა მოხდა? კარგი, მარიამის სახის მიხედვით აღარ მაინტერესებს და ტარაგნი. აკო, შეგეგი? ნინო გუში იზენის საქმე მქონდა. მეგობარო ნახსნაბისა და მის გასასვლელად წავედი გამიგა. მე ხო პროფესიონალი ვარ, ერთი ჯიკა მეორეს იდეების მომიტება ვერ მოახერხე, მაგრამ უერთწილად ერთი განწყობა მშვენიერი მქონდა. გუში მოხდა და სანამ აქამდე მოხვიდოდი, ცოტა მაინც გეფიქრა. რომ გიყურებ წილი მგონი ხარ, აზე უნდა ვეფიქრე. კარგი, ხო, ბიჭებო, თქვენ მოიქცეთ რამე? ახალი თამაში გამოვიდა და სამი დღე მაგას უზიარეთ. გუში საბოლოოდ დაუყურეთ 12 საათში, ალბათ 3-ში. მოიცა. 13 საათი გადამოათამაშებდით? ეცოდალა ხო შეიძლება. ხოლო გუში რაღაც ვერ ვიყავით განსხვავებაზე, იმიტომ გამოვიდა ეს ახალი თამაში. მგონი ამათ მალე გინესები აღმოაჩენე. არის თორე შენც არაფერი მოგიფიქრებია. მოდილიას უყურები მთელი ღამე. მე ენერგეტიკაში ვსვამე და იდეების ნაცვლად ტექსტებზე. მოდილიაზეც დავწერე, ხატვაზეც, სიყვარულზეც. გინდა წაგიკითხო? ვიკა, შენ? ხო, გისმენთ. კი. აი იდეები. ხოშოს, ეკშავაკეთეს. რა იდეები? არავის არაფერი მოგიფიქრებია. კარგი, ჩვენი სულის ფრენაში იყავით, გასაგებია. საბა, წერაკიდი. ისეთი რთული დღე მქონდა. სამოგოსთან დავიწყე ჩატაო. იმდენი ხანი უწევდა საქმეს, ამირებდა რაღაცები და ყველა ერთად დავაბარეთ ეცი. ამის მე რა იდეა უნდა მოვიქო. ნინო, შენ მოიფიქრე რამე? გუში ძალიან გადაგწყვეტა. იმენა მქონდა მეთოთხმეტეზე ასაკარი. თან ლიფტი არ უშავდა. მე ვიღაც ბიჭება ჩამოიყვინეს და იმათ თავეტარგინე რა. თავიდან კი წუწუნეს, მაგრამ მე სულ სიმღერით თარგმნა. მაგთებს ვიყავი რა. კარგი ხო. ლუკა, შენ? მე რაღაც მომენტში დავიწყე ფიქრი, მაგრამ მე უცხო ნომრიდან ზარი შემომივიდა ხალხის
რამერი გესაჭიროებოდა და ფუცალიო და მეთქი რატო არა მცალია მეთქი და ძალიან გამიხარდა ერთად გადავუხატე იქ წავი რეპეტიციე რამერუნე და მე ცოტა დრო გამიხარდა კარგი, რადგან შენ ვიღაცა მიგიწვია დასაკრავად აღარ შეღარში. მედია დახარჯა მაშინ ენერგიას და თავს აღარ აქვს მაგ შენი დრამით. ვაა, ეს გააღვიძე თვითონ რა. ნინო, რეპეტიცია მინდოდა ჯერ ეხლა ვიცი. კი, აშკარა. ნინო, დორიანგერის პორტრეტი დავასრულე. შემდეგ 4 საათი მსჯავრობა მქონდა საკუთარ თავთან და დამავიწყდა გასაგებია, ანუ არავის არაფერი მოგიფიქრებთ. მოკლედ რა, ახლა რა ვიბავსნათ, დავრჩით ასე. ძალიან ცოტა დრო დავრჩა. თან მე დაგმოსაცხოდ რა უნდა, რამე რომ მოვიფიქროთ, ან თქვენ რა უნდა მოიფიქროთ. მოიცათ, ჩვენი რიდა სამანა. ანუ ცეკვა გავაკეთოთ, მაგრამ ვინ გავს? რა თქმა უნდა მე. შენ არა ის უნდა შეიძლება მისცემა. მაგრამ ის და რა თქმა უნდა არა, მე საფინა მაქვს კაცო ფუნქციონალს. აი გუში ქალების სადაგზე რომ მარგამის ხელახანთი გავუგეციო. არა ვჭირდა ეს საბჭოა. დავიჩოქე. ან ვაფშე სადაგზე რომ შევწ. ქალების სადაგზე რომ ვიტყვი. სარგეიტყვი ლეკასი და ამარიის. მოიცა დედიკით, ესე გავაკეთე. ვიჩები მეწამუნებიან და ერთად დავხერხებას, მადლოსნები შენ წაიყვანე, მაგრამ შენ ხო არ გინდა და ჩემი და მოიწევ. მე რომ გიყურებ წესწავლები რა კატასტროფის ყურებას მომწევს. მოიცა, მე არაფერს მეკითხები? ხედავთ რა დღეში ვარ. ჯერ ხომ ძლივ შევკრივე და დავითანხმე. მერე არაფერი მოიფიქრეს. მერე მოიფიქრეს და აზრიც არ მკითხეს. ხო და ის საერთოდ არ მივეხმარეთ და ნახოთ დიდი ჩემს გარეშე რა გამოუვათ. აი მოგიყვანე. სალი კაც რა თქმა რა მოგყვანას. შენ არ გითხარი მოგიყვანე ხო? შენ არ გითხარი რომ მოგიყვანე. ხო, კარგი, კარგი. მოიცა მე მეტყვით არ გამიდა, თან ცოტა რომ აქ ესენის ფრიდები. მომიცმენე ახლა გასაგებია შექმნილი სიტუაცია. გავუყავთ გოგოები და ბიჭები. თქვენ ცალკე ეკეთებთ რაღაცას, ისინი ცალკე. მაგრამ ცოტა ზედმეტები არ დავინახოთ, ხო? ხო იცია. ზედმეტები ამ ზომის ფარდებში უნდა გაკეთდეს ყველაფერი. ისე რა ისეთი გოგო ნაწყანი არ დაჭირს. ხო გასაგებია. ეს ხო შეძი ეს ხო შეძიბია, რა კარგია მოგიონ და გამოვიტანოთ ცება. რა ვიცი რა შეიძლება ეს უნდა რა. ან ვაფშე რატო არ ხარ იმედრებიცი. გავუგებროთ ჩავრო ბიჭებო. ხო და რა ვერ დავაგებია. გადაგდაიცაგოთ ამას რა ყველაფერი ზომის ფარდებში იქნება. საერთოდ მადლობა მითხრა რომ უბრალოდ შეგვეჭიდო. დავაი ხა დაგაზეთ აქ. არა, მაინც გავუგებროთ. დავაი ბიჭებო. საში რომ მოვიდოდით ავტობუსში ერთის მოეწონა თამარი. ჩვენ რომ გამიგებაზე ჩამოვიდით, ის ჩვენ გაჩერებაზე ჩამოვიდა. თამას ინსტაგრამი თხოვა. ამან კი იქ გავუშვა სადაც საჭიროა. კარგი, რა იყო ინსტაგრამი თხოვა? რა მოხდა მერე? როგორც რა მოხდა? კარგი, კოჩი. კარგი, რა დავისვოთევა? მე სადღაც რატო აღვიძე? ორი წუთი გასაგრო რა მოხდა? ორი წუთი? ძალიან ცოტა დრო აქვს. ორი წუთი სპერს ნიშნავს. მარიამ, ჯერ ყველანი მაინც ამბობს და დამშვიდე. მე ვცდილობ ვიყო მშვიდი. რაც აღარ ვიყავი. და სამარა, ხო დავწყობა ეს ეპიზოდი ავისი იყო. პირველი შენ უნდა მოსულიყავი აქ. როცა გინდა მამშვიდე და როცა გინდა არა. აბა რომ თანაც მე და სამარა ვიფიქრეთ და ასეთი რამ მოვიფიქრეთ. ჩვენ დაგაკვირვებით, ნახავთ ის და თმასაპირებთ როგორ რანაირად და ამის მიხედვით გავაწვით ჩვენ ცებას ჩავიმებით თუ არა. რაო? გამიშდე ხა გაბრიჭავ ამას. კარგი, სამშვიდი რა. მინდა თუნდა, თავდა თუნდა, ჩვენ არ გამოვიდა. აი, გოგო.
კარგი იქნება, თუმცა ყველა იქნება ნაზი. ფიქრობ არელიანო უცხო იქნება ძალიან. ჯერ რატო აგინიანებ? მე ვიმთხოვა იქ ცეკვაზე. მე მოფიქრებული ნახავს უნდა დავდგა. ჰარმონიული და ნაზი. ხო, აი გედების პატავდა არელიან და მოიწონებათ. ჯერ ერთი, იმიტომ დავაგვიანე რომ ამაზე ვფიქრობდი. თან ხომ იცით როცა რაღაცაზე ვფიქრობ, თუ არ ჩამოვიდი აზრებს ვერ ვუყრე თავს. მე მეორე, მე შემოხთავ. არ გინდა შეგინდა. ბანაურები ხარ. არც ორიგინალურობა გინდა და არც ნამდვილი ხელოვნების განცდა. ახლა დადექი, დამობილიზაცია გააკეთე იმაზე, რაც მე უნდა დავდგა. Ui, ეს ახა? ვიკა. აუ. სახარა მიქანია ფაქანია, რა საკეთებ? ფიქრობდი. რაზე? სიყვარულზე? შეყარებული ხარ? ვიზე? არ ვიცი. მაინე? აგრე დადექი. აუ რა ბიჭები ნახე და უთხარი ყველაფერი სამის ფარგლებში დააგენდა. კარგი, დადექი. სად მიდიხარ? გადაწყვეტამ ცეკვებით რა ჩარჩოები. თამე მასვე არა ჩვენი სტილის იყო. თან ვიქობ არც ბოლოს არ შესაძლებელია. ცეკვა სამანას იდეა იყო და მას უნდა ედგა უფრო სამართლიანი იქნებოდა და ვიქობ უკეთესიც. ვიდრე ახალასაც. ახლა მართლა დავბრიჯავამარ. ასე მიმდინარეობდა გოგოების რეპეტიცია. საინტერესოა რა ხდება ბიჭებთან. ამ ჭიქით ჩვენს წამოწყებულ საქმეს გაუმარჯოს იმ შემოქმედებას გაუმარჯოს რასაც ჩვენ გავაკეთებთ ყველა შემოქმედს გაუმარჯოს და ვინც ჩვენაირად შემოქმედებითად იწვის ყველა იმ ადამიანს გაუმარჯოს მართალი ხარ ავთო კარგი და მოდი მომეხმარე რატო დალევადაკები ოერაფერი ვერ გქნა გამოვა კარგი რა შენი ჭირიმე ეხიკა შემაგე და მერე თუ გინდა ვიცეკვოთ თუ გინდა ვიმღერო თუ გინდა შპაგატში ჩავდე სათხარ თამდენი ხან თქვენ მაინც მომეხმარე რა ნახე რა ხდება ხო აბა ჩვენ აკრისთვის ვარ დღეს მოდი ერთ დაგაკრიო რეალი მე ვარ იცოდე ხეთი ჯოის მომეხმარე ბიჭო რა დრო აი ხედა მოვა ონი ნახავ ეს აღამოში უცებ ეხლა რაღაც მნიშვნელოვან შეხვედრაზე უცბად მოვაყამარებ და ეგრევე შენთან გავშლებ ხო თამუსი ხო ჩემო ფერია ნახავ აბა რას ვიზარ ეხლა რაღაც მნიშვნელოვან შეხვედრაზე ვარ უცბად მოვაყამარებ და ეგრევე შენთან გავშლებ შვიდზე მანქო უი ხო არა 8-ზე გნახავ კარგი მიდი აბა კოცი მოჩი ხო თამუსი ხო ჩემო ფერია გნახავ აბა რას ვიზარ ეხლა რაღაც მნიშვნელოვან შეხვედრაზე ვარ უცბად მოვაყამარებ და ეგრევე შენთან გავშლებ რომელზე და 9-ზე ჩემო ფერია კაი მიდი აბა კოცნი ეხლა მაინც მოჩი მოდი გამეხმარ ნახე რა ესენი რა შენ ფერი გონა სვავე ესენი ეს ამოცუხაზას და პომს ესე თავი მონკერში არის ნახე რა ხდება თუ არავინ არ მეხმარება შენ მაინც მომეხმარ კი მოიცე ერთას ხო სალი მოდი რა მომეხმარ მაინც ყურებს და მოვიდეს აიც არა ის ეს ნერვები მათ მოშლი რატო რა მოხდა დღეს საღამოს ხოლმე დამეკრა მე ადრე მივედი რომ მოისმინა მე ბიჭო ჩემი ჯოხები დავსა და ვიღაცი ჯოხები მოვცე და ხო იცი რომ მე სხვისი ჯოხები ვერ ვკრავ დავიწყე და კაი აღარ ვინდაო მადლობაო გამომიშვეს და ეხა ვასწორებ ხო იცი რაღაც რა ვერ ახარ ხო იცი რა მოდი მომეხმარე ადვილი კი არ არის ეპიზოდმა მაგრამ როგორ უნდა გავარდო თავი რა არის ბიჭო მაგრაში რთულია რა გაწუწუნე მოწე მოგიყომარე ხასა ლუკა ადე
სეკლავა. მოდია. კაც დაგვეხადა ეგარი რა. ასე მიმდინარეობდა ბიჭების რეპეტიციაც. ბოლოს როგორც უნდა გავახსენდი მეც და დამაგდი მარიამი და შოტიკო. რა გინდოდა შაზე დამიგვარი? ვინდა ჩვენი შეტყები შეაფასო. გახდა და შეაფასო და გადაწყვიტა რომელი უფრო უკეთესია. რომელსაც ამოიცებ იმას გამოვიდა ბოლოს. ო, დიდი მადლობა, ეგ პატივი მაინც რომ დამდეთ. რომელი დაიწყებ? მე ჯერმენი გახვალა და მანდილოსებს. ჯერმენი კი არა, აგინე შენი მოგქრებული სისულა და ჩემი ცეკვით გადაიფაროს. კარგი, არ დაიწყოთ ახლა. მარი, მიდი დაიწყეთ. ჩვენი იმპროვიზაცია იყო, თქვენი იყო? არ დაავთავრო, ბიჭო. იმპროვიზაცია კი არ დაავთავრებული და აგრომატიზაციაც არ არის ნახავდი. ორი წამი დაწყნარდით. პირველი იქიდან დავიწყოთ, რომ როდესაც იდეების მოფიქრება გთხოვეთ, არავის არაფერი მოგიფიქრებიან. შემდეგ გადექით და ერთი ამბავი ატეხეთ. გაიყავით და ცალ-ცალკე დაიწყეთ ცეკვის გაკეთება. თან ისე, რომ მე აზრიც არ ვკითხეთ. ხოდა ხომ მოხვედით შემდეგ აზრის საკითხავად. ხოდა ჩემი აზრიც.
მაგრამ გოგოების ცეკვა აი ცოტა ვულგარული იყო და ბიჭების აი სიტყვებსაც კი ვერ მოვუგო. და იხო ხედავთ რომ ამ გამყობით არაფერი არ მოდის. ხო და ახლა ავგეთ და ერთად ვიმუშავოთ ცეკვაზე. ცოტა შენ გათმე, ცოტა შენ, არაფერი მოგივა. თახო ბოლოს არის ყველა ჩვენგანისთვის არის. It won't take long.
გამარჯობათ, მოგესალმებით. მე ლევან ჟავა გახლავართ. რეჟისორი. და ერთი რაღაც მინდა თქვა, ნინი, მოდი ჩემთან. ნინი იყო მთხრობელი და გული დაუწყვეტე იმით, რომ გოგოების ეკაში მონაწილეობის მიღება უნდოდა და პიესიდან გამომდინარე ვერ მიიღო მონაწილეობა. სცენარიდან გამომდინარე და უბრალოდ ვიფიქრე, რომ მეთქი პატარა საჩუქარს გავუკეთებ, მეთქი ნინი, ერთი წამი მინდა რომ შეგყიავდე ზუგით, დადექი აქ ძალიან. ხო, არ მოტრიალდე არც ერთ ვარიანტში. სანამ მე არ გეტყვი. თუ შეიძლება პატარა საჩუქარი მინდა გაგიკეთო. პედაგოგებს, მშობლებს, დიდი სიყვარულით გილოცავთ სკოლის დამთავრებას. პირველი კლასიდან ერთად დავიწყეთ. ეს რა გამეკეთებინა მე დღეს აღარ მემოქმედებოდი. ასპარეზზე გადასვლას გილოცავთ. აი, არ ვიცი, ეს ემოცია. ფესტასაც მინდა ვისაუბრო. ჩვენი ნაცნობობა დაიწყო კლასის მთლიანად 2015 წელს. სიჩუმერა 16 სექტემბერს. მე ვიყავ ძალიან გამოცდილი გეარქენერით მითხრეს დამრიგებლობის შესახებ და ჩემი პირველი კლასი იყო როგორც ამათის პირველი სადამრიგებლო ჩემთვის იყო პირველი სადამრიგებლო ისე ამათის იყო პირველი სკოლა და პირველი კლასი როდესაც შემოვიდნენ 15 წელი გავიდა მას შემდეგ ძალიან საამაყოა ჩემთვის მიდა წარგებული ჩემი გაზეთი ბავშვები. ჩვენი სკოლა, თქვენი პედაგოგებო, თქვენი შვილების დიდი დამსახურება და ესეთი შვილები ხართ. გიორგიანი უდაბური საამაყო საქართველოში ფიქრობ რომ ესეთი ბავშვები გავიზარდა ჩვენი წვლილი შევიტანენ გამყოფნის მომავალში, როგორც ჩვენი კლასია. და არის ზურა ხმეტები. ის მიხედვით მოგები ჩაუდარდი. აი,
მშვიდიანი, სააზრიანი და უბრალოდ კარგი ადამიანი. სამანა აბდულგაფური, სადაც ნაზი, მოლიდებული, თავდაბალი, მოგზაურებული ადამიანი სამუნა საქართველოსთან შეგობა ჩვენ კლასთან შეგვიძლია დაიწყო, როცა ჩამოვიდა ჩვენ ქვეყანაში, გაიჩინა მეგობრები და ძალიან საყვარელი ადამიანია. ინშალლა. მეგობრების, ოჯახის, კლასის დიდი იმედია, დაუშვებელი ენერგიის პატრონი და ერთგული მეგობარი. შემდეგი ჩვენი ოჯახის წევრი არა ნიკოლოზ მიწაძე. ჩვენი კლასი განადგურებულია კულტურული ახალგაზრდებით, კერძები მედგანია, საოცრად გონიერი სარწმუნოების და მოსწრებული ის პატრონია ცოტა. Andreas Spanier რამდენიმე თვლის იყო. შემდეგ ყავს ჩვენ სულფია გოგიაშვილი. და შემდეგ ჩვენი ოჯახის წევრი არის ელენე დავითაშვილი. მეჯიდის ვირი თავდაბალი და ვიში შემატება ჩვენი კლასისთვის იყოს ერთ-ერთი ჩვენი ოქროს ჩასარი. შემდეგ ჩვენ ყავს ჩვენი გუნდის წევრი ლუკა. კულტურული, ძალიან მეგობრული, ერთგული, საოცრად ადამიანი. წარმოუდგენელია ვინმეს აღნიშნავს ლუკა გული. ესეთი ადამიანი ყავს. შემდეგი ხოჭო გალაოსიაშვილი თუ შეება ალას გამოვიდეს. ზრდილობიანი, ფთილი თავზე განსაკუთრებული ფეხბურთის მოყვარული. ეს მოყვარული ყველაზე შემდეგი ჩვენი ოჯახის წევრი არის რა თქმა უნდა ნინევაზიშვილი. და უნდა თქვა, ჩემი პირველი შეგობა მასწავლებლებასთან დაიწყო იგათი. იგა იყო ესეთი ადამიანი, რომელიც ხალხი მედგა, ყველაზე ერთგული ადამიანია, ვინც კი შემხოდრია ემანინუსზე და საუკეთესო მეგობარი კი და აი სულ ყველაფერი რაც დაკავშირებულია ჩემი პირველ სკოლასთან, პირველ მასწავლებლებასთან, დამრიგებლობასთან, უბრალოდ არის იგათი დაკავშირებული. მოსიყვარულე, თბილი, პოზიტიური, მუდამ ზადა გვერდზე მყოფს დახმარების გაიყავოს. ეს არის შემდეგი ოჯახის წევრი ჩვენი არის ლიზი. ლამაზი, კეთილი, გონიერი.
საკმაოდ ამბიციური გოგონაა. ცოტა სვანია და ფრთხილად იღავით იმით. შემდეგი ოჯახის წევრი ჩვენი თავდაბალი ბეჯითი, უნიჭიერესი, ულამაზესი, ქართული მედიცინის მომავალი თამარ სასოლა. შემდეგი ჩვენი ოჯახის წევრი არის მიზიუძილოვი მოგზაური. ძალიან თბილი ჩუმი, მაგრამ ინგლისურად წერდა თქვენი და საოცრად მოჭიჭე. ჩვენი საერთოდ ასევე მედალის სამაში გვეფხა. განსაკუთრებით ლიზუძილოვი. ჩვენი შემდეგი ოჯახის წევრი კლასის თავარი კოლორიტი. ნიჭიერი მსახიობი, შეფი, ნიჭიერი, მებრძოლი და გული ადამიანი. შემდეგი ჩვენი ოჯახის წევრი არის ვიქტორია შენგელაია. ვიქტორია არის საოცრად ყურადღებიანი, მზრუნველი, ერთგული მეგობარი და განსაკუთრებული ნიჭთა და ყურადღებით დაჩენილი. შემდეგი ჩვენი ოჯახის წევრი არის ყველაზე მთავარი. მთავართა შორის ყველაზე მთავარი მარიამ შვანგი. ოქროსმეტალოსანი ასევე როგორც მინდა სოციალიზმის დამარცხება თქვა. ნიჭიერი, კლასის ლიდერი, ამბიციური და ძალიან შემდეგი ჩვენი ვერცხლისწყალი ნიკა შოშიაშვილი. ნიკა ვერცხლისწყალის ხარდი, ბეჯითი, ერთგული მარჯვე და მომავალი ბიზნესმენი. შემდეგი ყავს ნიკა ჩაკმის დიდი ჩაკა. ნიკა არის კომუნიკაციის არაჩვეულებრივი უნარი და აი ამ უნარით არის გამორჩეული ჩემი ყვაში პოზიტიური, ღიმილიანი და ერთგული მეგობარი. შემდეგი ჩვენი ოჯახის წევრი არის გიორგი ჩარხანაშვილი. რაჩემოება და მართალია გაყოფილება ძირითადად ძინავდა, მაგრამ ძალიან კულტურულია, ნიჭიერი ბიჭია და ცოტა შარიანი. და ბოლო და შემდეგი ჩვენი ოჯახის წევრი არის ბატონი ლუკა. ოჯახის წევრი არის სალომე ჩემაკადანა. სალომეს ყველა ჩვენგანისაგან გამოარჩევს შეუპოვრება, მიზანსაფრთხილება, ამბიციურობა, სიბეჭდი და საოცრად ჭკვიანია. იგი ჩემზე დიდი მომავალი ისტორიკოსია, ან დიდი პოლიტიკოსია. დაჩიცენოა ყოჩდას ამაში. შემდეგი ოჯახის წევრი ჩვენი ნიკა ხაჩელი.
კვეთილი, მეგობრული, ნიჭიერი, პირდაპირ, საოცრად გულწრფელი. ასეთი გულწრფელი კლასში მე არავინ არ გყავს, როგორც იტა. და ბოლო ჩვენი ოჯახის წევრი ყავს ნინო ჯალავონი. ნინო ასევე როგორც თამარი, აი უბეჭდესი, უნიჭიერესი, საიმედო მეგობარი, მომავალი არქიტექტორი და ჩვენი სახელოვანი თანაკლასელი. ანუ ჩვენ ამბობთ, თქვა, ჩვენ კლასში ყავს 7 ოქროს მედალოსანი. ჩვენი კლასის და სკოლის საერთაშორისო გამტანი, ჩვენი სკოლის სახელით ბარსელონაში პრეზიდენტი და სულ ისეთ მაც მინდოდა თქვენ ეხა ბავშვებს მოუწმინდეთ ყველას გამზადებულია თავის სპეჩი განსაკუთრებული ნიჭის პატრონი არაორდინარული ნიჭიერების პატრონი რომელიც ნაირიც მე კლასში არ მყოლია მე ზუსტად ვიცოდი რომ განსაკუთრებულ თავის დამოუკიდებელ წელს მოძებნიდა ცხოვრებაში განმავლობაში კი განწყობების სკოლის მიმართ, რომელსაც ვამთავრებ, სულიერ შემეცვალა უკეთესობისკენ. ამ შეფასების რაობა და დამოკიდებულების ხასიათი კი წმინდა დამოკიდებულია იმაზე, როგორ შევხედავთ ჩვენ სკოლის, უნივერსიტეტის ან ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულების როლს და რაც განვიხილავთ ყველაზე ოპტიმალურ გარემოს ცოდნის შესაძენად. ჩემთვის ერთმა ძალიან პატივსაცემა ადამიანმა თქვა, რომ მალე უმაღლეს სასწავლებლებს ჩაანაცვლებს დიდი ბიბლიოთეკები. სადაც ლექტორების ნაცვლად იტრიალებენ სხვადასხვა საკითხში განსწავლული, დაინტერესებული ადამიანები, რომლებიც მუშაობენ საკუთარი კონკრეტულ პროფესიულ მისწრაფებაზე. ამ ადამიანების როლი განათლების მიცემის ნაწილში იქნება ერთი შეხედვით პასიური, თუმცა სიღრმისეული გაგებით ყველაზე უფრო გადამწყვეტი. ერთ-ერთი შეხედვით პრიმიტიული განსაზღვრება ხშირად ამომიტივდება ხოლმე გონებაში და სუბიექტური გაგებით ცენტრალურ ადგილს ვანიჭებს ზუსტად ინტელექტუალური განვითარების ასპექტში. ამ ჩემი შეხედულებით გონებულ ვიზიაზე დაყრდნობით შემიძლია თამამად თქვა, რომ გამიმართლა. რაც და ვის გულისხმობ ახალ განმართლებაში. პირველ რიგში ჩემ შემთხვევაში იმას, რომ სკოლას არ აქვს განსაკუთრებული მკაცრი მიდგომა სასწავლო პროცესისანი და არ არის დიდი აკადემიური შეცვლა ბავშვებზე, მასზე და ძალიან დიდ სივრცეს თავად მეწევდა ჩემი ინტერესების სფეროები. საგნები თუ საკითხები და ამაზე სწავლის პარალელურ რეჟიმში მემუშაობ. თავისუფალი ნება ინტელექტუალური განვითარების პროცესში განუსასრულოდ დადებითი სამოქმედო გარემოს შექმნის წინაპირობა ხდება. ეს კლასდამი საომავლო განვითარებისთვის ძალიან გავს მომავლის ბიბლიოთეკას, სადაც უამრავი არჩევანი გაქვს ცნობის მოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. მე არჩევანის შექმნის პირობას ვერ დავუკარგავ ნამდვილად სკოლას. პირველ რიგში მოგესალმებით. დღეს ჩვენ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ემოციური დღე არის. თითქოს არასდროს მეგონა რომ ეს დღე უდესმე დადგებოდა. ამბობენ რომ ადამიანების ტვინი სიკვდილის შემდეგ კიდევ დაახლოებით 7 წუთით გაწყვეტს და ეს ამ დროის განმავლობაში ყველაზე ბედნიერ მომენტებს იცემს. და მე ვიცი რომ როდესაც ჩვენ ცხოვრებაში 7 წუთი დადგება, თქვენ ამ 7 წუთის ნაწილი იქნებით ყველანი. ამასთანავე მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადეთ ჩვენს მასწავლებლებს, რომლებმაც არ მხოლოდ ცოდნა მოგცეს, არამედ უდიდესი წვლილი შეიტანეს ჩვენს ადამიანებად ჩამოყალიბებაში. და როდესაც ჩვენ ამ სკოლის კედლებს მიგვაკავავთ, მათი სიტყვები, მოთმინება და სიყვარული მუდამ ჩვენში დარჩება. ყველას მადლობა ძალიან დიდი. გამარჯობა. მე ნამდვილად არ მეგონა, რომ დღევანდელ დღეს ასეთი ემოციებით შევხვდებოდი და მართლა ძალიან ბევრი მანქანამ გამოიწვია ჩემი სიხარულის წლები ასე რომ ვთქვათ. მithmetes რადგან დღევანდელ დღეს ბოლოზე ერთია, მართლა დღეს გავაანალიზე, რომ ძალიან სწრაფად გადის დრო და ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ ხვდები და ვაანალიზებ, რომ ვეღარაძოს ვეღარ დავუბრუნებ უკან ამ დროს და იმ დღეს, როდესაც ერთ საკლასო ოთახში ერთმანეთს ყოველდღე ხედავდით, ყველაფერს ერთად ვიცინოდით, სულ ერთად ვიყავით და ჩვენი პატარა სამყაროს შევქმნით, სადაც თავიდან ბოლოს ჩვენ ვიყავით.
მე სკოლაში ვიყავი ადამიანები, რომლებმაც თავიანთი სიტყვოთი ყურადღებით და არსებობით დამანახეს, დამაგრძნობინეს მეგობრობა და სიყვარული. რთულია დადიოდა 12 წელი სადღაც და იმ ადგილის მიმართ არ გქონდეს გარკვეული სიტყვა და გარკვეული მონატრება. რთული არ გიყვარდა შენი მასწავლებლები, როდესაც მართლა ძალიან გაგიმართლა მათში და ისინი საკუთარი გამოცდილებითა და სიტყვით შენს აღზრდაში იღებენ დიდ მონაწილეობას და დიდი წვლილი შეუძლია. ჩემი პიროვნების დიდი ნაწილი განვითარდა სკოლის კედლებში, სადაც მე აღვიზარდე ადამიანებთან ერთად, რომელთანაც ჩვენ ახლა ყველა ადამიანთან ერთად მე ახლა ამ დარბაზში ვიმყოფები. და ვფიქრობ, რომ თითოეულ თქვენგანს და თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის ძალიან დიდი შეგრძნება მადლიერებისა და პატივისცემის. საერთოდ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ თითოეულ ჩვენთაგანს ერთმანეთის ცხოვრებაში, ერთმანეთის ცხოვრების გალამაზებაში ძალიან დიდი წვლილი მიგვიწვის. და ეს არის ყველაზე კარგი და ბედნიერი წუთები და მოგონებები ჩვენი ცხოვრების. ხო და იმის გვამინდა, რომ რეალურად ვითომ ეს ნატანჯი და რაღაცა საწამებელი სკოლის დღეები ზუსტად ის ნოსტალგია და ემოციებია ჩვენთვის, რაც მერე ბევრი წლის მერე უკან გამოგვახედებს, რაც ნაღუნიანი ყიმილით და იმხელა სხვა მონატრებას მოგცემს აქაურობის მიმართ, რომლის გადაახვად ალბათ ჩემთვის ცოტა რთულია. მოკლედ, ყველას მართლა ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ და ყველას რაც თქვენი წილი გაქვთ ჩემს გულში და ყველა ძალიან მიყვარხართ და არ შემიძლია რა აღნიშნო ქალბატონი ინგა საქციელი, რომელიც ჩემთვის იყო სავსეად გული სამაჯურებელი მართლა ნინის დედაზე მაქვს საუბარი და არც დიდი პატივისცემა და სიყვარული ამ ქალბატონს. პირველ რიგში გამარჯობა. ეს იგი რომ ჩვენთვის ძალიან განსაკუთრებული დღეა. იმიტომ რომ დღეს აღარ ვქონდები და თითქოს რომ ძალიან სწრაფად ჩაიარა. და ყოველთვის უწევდი რომ სკოლაში წასვლა არ მინდა. ვერავგები და ეს სულ მეჩხუბებდა და უნდა მეელო და ეხლა ვფიქრობ რომ საუკეთესო დროს ვატარებდი სკოლაში, იმიტომ რომ აი მართლა ძალიან დაინტერესებული ყავდა მიუხედავად ყველა ჩხუბისა და თავიდანვე რომ ეს არ შეხვდა ჩვენში, მაინც ძალიან კარგს ვატარებდი და მაინც ძალიან მიხარებდა ხოლმე ერთად ყოფნა. და მადლობა მინდა გადავხადო ყველაფერ მასწავლებელს, იმიტომ რომ პრეშნევსკი არის ჩვენ აღზრდასა და განათლებაში. Какая-то передача, которая стала успехом. Да, ძალიან მადლობა, რომ პატარაობიდან მისვათ, პატარაობიდან მოხდა და მიდამ მოგკადო ხალხშობრებ, რომელიც ყოველთვის ყველაფერში გვეთქვენ და თავის ყოველთვის გვეთქვენ და არასდროს იმედებით გავიცნობია და ეს პროცესი ახალი ეტაპი დასაწყისია, თქოს აღარ ვარ პატარა მარიამი და რაღაცნაირად ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ჩაიარა და ყოველთვის ვფიქრობ, რომ ერთი სული მაქვს მოაიცა და სკოლაში გავხდები. მაგრამ რეალურად ძალიან გულის სამართლებია და ძალიან სერიოზული ყოფილა ეს და იმიტომ რომ რა ვიცი, ვიუგროსან აი ძალიან კარგი იყო და საუკეთესო იყო ის დღეები, როდესაც ჩვენთან ერთად ვატარებდი. და ვიცი რომ ამის პერიოდს ისე შეიძლება ვეღარ ნახავთ ერთმანეთს და ყველა ჩვენ გადაწავალ და მინდა რომ ყველა წარმატება გუსურვო, იმიტომ რომ ყველა თავისი მიზანი და მომავალი და მაგრამ რა თქმა უნდა ეს 12 წელი რომ ერთად გავატარეთ, ყოველთვის ჩვენ კურსში იქნება 60 და მოგონება დაგჭირდება, რომელსაც კარგად გავეცანებ ყოველთვის. მადლობა. პირველში ყველას მოგესალმებით, როგორც იცით, დღეს ყველას ვაფრთხილებთ და განსაკუთრებულია. დღევანდელი დღე ის დღეა, რომელიც სავსეა სიხარულითა და სერგულით. მინდა პირველ რიგში დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მასწავლებლებს, რომლებმაც ცოდნასთან ერთად ბევრი მნიშვნელოვანი მაგვასწავლეს ცხოვრებაში. განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა ჩემს დამეგრელოს, ქედევა ცალუროვას. მოწმინდეთისთვის, ხარდაჭერისთვის და ზუმისთვის, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში გვაქვს. თქვენი ყავით ადამიანი, ვინც გვამხნევებდა კულტურას. ჯეროდაც ჩვენი და ყოველთვის ჩვენს გვებიზიდებთ. ასევე მინდა მიმართოთ ჩემს თანაკლასელებს. ჩვენ ერთად გავიარეთ ეს 12 წელი. ეს მეგობრობა და მოგონებები მთელი ცხოვრება გაგვიყვება. დაწყებული ვარ თითოეული ჩემგანი იპოვის საკუთარ გზას და მიაღწევს დასაქმებულ მიზნებს. მისურვებ წარმატებას. გამარჯობა ყველას პირველ რიგში. ეს წელი ჩემთვის ძალიან ემოციურია.
იმისა მიუხედავად რომ ამ კლასიდან 3 წელი გადასული ვიყავი, უკან როდესაც დავბრუნდი, ყველა მისამე მიიღო თითქოს ეს დრო არც გავიდა და ეს უსტადიც ახლა ამ დიდბედიერებასთან ერთად თითოეულ სკოლებში როგორი წუხარება, იმიტომ რომ მე ხოლმე მას არ დავიწყებ უბრალოდ მინდა რომ დამიგებდეთ თანთაედიბერითეს ქეთევანცალობელოს და ყველა იმ ადამიანს ვინც ჩვენს გამო იბრძო და შრომობდა და ცდილობდა რომ განავითარებინეთ მადლობა გადაუხადოთ და ასევე არ უნდა დამოვიწყდეს ჩვენი რეჟისორი ლევანი ლეჟა რომელმაც ოქტომბრიდან მოყოლებული ვერ შეგვიკრიბა მაგრამ შეძლო და ყველაფერი გააკეთა მაგრამ ანუ იმასაც ვერ ვიჯერებ, რომ საბოლოოდ ეს შენობა მოგონებებად იქცევა. იმის მიუხედავად, რომ ამ კაცს უამრავი ჯგუფი ერთმანეთის წრევა და ბევრი ოქმიც გამოუვლია, ვერაფერი ვერ შეიძლება იმ თანადგომას, რასაც საკონტროლოს წინ გავდიოდით. ფაქტობრივად ერთი დღე დავიწყოთ. და მე ისე ნანამას როიცოდეთ სანაფერ ტესტებს შემოგვიტანდით ჩვენ ეგ ქუცელიც გქონდა და ჩვენ პარალელები ამჯერად თანამშრომლობთ. მაგრამ მაინც სწავლობდით პირობას გასწრებით. ამ წლების განმავლობაში ვერ რომ ვისწავლეთ ზოგი წიგნებიდან, ზოგი მასწავლებლებისგან და ყველაზე მეტი ალბათ ერთმანეთისგან. ვისწავლეთ მეგობრობა, ჩხუბიც, შერიგებას, გადაწერაც. და ისიც როგორც ლიცლიობით მიგვეღწია პარასკევამდე. მადლობა ჩვენ მასწავლებლებს, რომ მარტო საგნები კი არა, ადამიანობაც გვასწავლებს. მე არასდროს დავივიწყებ არც ერთი მასწავლებლის იმ სწორ პოზიციას, რომელსაც ბევრი მასწავლებელი თავს არიდებს. და ზუსტად ვიცი, რომ თითოეულ ჩვენი წარმატება ჩვენს ქვეყანაში ქვეყნის გარეთ ძალიან გაუქმება. ხოლმე შეიძლება სხვა გზით წავიდეთ, მაგრამ დარწმუნებულ და ერთმანეთის ცხოვრებაში ყოველთვის დავრჩებით იმ ადამიანებად, ვინც ყველაზე უცნაური, ყველაზე ლამაზ და ყველაზე ლამაზ პერიოდში ერთად ვიყავით. რთული ომი ეჩვია იმ რეალობას, სადაც პირველ გაკვეთილზე 20 წუთის დაგვიანებით ვერ ვიყავთ, ან საერთოდაც ვერ ვიყავთ. და ძალიან რთული დასაწყისი არის აღარ მოისმინო ეკამასწავლების ლიტერატურული ისტორიები. გულ დასაწყისია ნონა მასწავლებლის გაკვეთილზე სისულების კითხვით გაკვეთილის გაყვანა. ცუდია რომ კოკა მასწავლებელი ბავშვებს ლექსებს აღარ წააკითხებს ექვსიანისთვის. ალბათ მომენატრება ნათია მასწავლებლის გაკვეთილებზე ბორის კაცი ლაპარაკი. და მაგალითების მაგერად გაკვეთილი გაგვეყანა. ძალიან მომენატრება ყველა ის უწყინარი მავნებლობა, რაც არის შატალო, ChatGPT-ს დახმარება. ყველაფერში, საფეხარშოში წიგნების დამალა, რომ ვერ ჩუმეთ ჩაკეთეთ. მაინც ბოლომდე არის და მეცხრე კლასში, ჩემთვის მეცხრე კლასი ისეთი პერიოდი იყო, სადაც დამეთანხმება, რომ აი ეხლა ვირი ვარ და ეს მე-11 კლასი. ანუ მეცხრე კლასში მართლა ძალიან წდებოდა სკოლის დამხმარება და პირველი კიდე სკოლა მე-11 კლასში პირიქით, ანუ მართლა მეჯერა, რომ აქ ვარგოს თავს გავაგრძელდი და ეს ანუ მართლა ვიცი, ანუ ხალ რა უნდა ვქნა. ვერც ვიჯერებ საერთოდ ამ ყველაფერს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადოთ ჩემს ოჯახს, დედაჩემს და იმ ადამიანებს, ვინც განათლების გზაზე ყველანაირ რესურსით მეხმარებოდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ჩვენს დამრიგებას, რადგან მის გარეშე არ ვიცი ვინ გამომკლავდებოდა ესეთ კლასს. და მგონია, რომ ვერც ვერავის წარმოვიდგენ მის ადგილას, რადგან პირველ კლასთან ჩვენს გვერდით არა და მან შემოყვარა ინგლისური და მომცა მოტივაცია რომ მესწავლა. საბოლოოდ თუ ესმევინებ კითხავს როგორი იყო სკოლა, ალბათ ვიწყებთ ძალიან ხმაურიანი, ძალიან ქაოსური და ყველაზე დასამოწურებელი. მადლობა და გილოცავთ ყველას.
სულ რაღაც 2-3 კვირის წინ დავიწყეთ ეს რეპეტიციები, თანაც არც კლასმა და არც არავინ არ იცოდა ეს ყველაფერი, დარჩა სიურპრიზად, იცოდა მარტო თეთრი მასწავლებელმა და ჩვენ გზვირს დავიწყეთ ბიჭები, რომ გვეცეყვა ქართული ცეკვა და მადლობა ბიჭებს. For just a chance to win your heart, you could set the bar beyond the stars. I'll do anything, anything you ask me to. Say you want the moon, watch me learn to fly. Ain't a mountain you could point to I wouldn't climb. It's crazy, but it's true. There's nothing I won't do. I'd risk it all for you. To hold your hand and call you mine. I'm trying to be your man.